დღეიდან თავაზობთ სხვადასხვა პატარ-პატარა სერიებს, რომ უკეთ მივხვდეთ თუ რა ხდება უშუალოდ Vitality-ის პლატფორმაში შიგნით. და ამისთვის ავიღებ ჩემს პირად ანალიზებს, რომელიც უკვე დაგენერირებულია სისტემის მიერ და გავვილით სათითაოდ თითოეულ ფუნქციონალს, ასე ვთქვათ. ყველაფერი საბოლოოდ, ესე იგი, იწყება პირველ რიგში უბრალოდ იწყება ანალიზებით, რომელსაც ამ ეტაპზე იკეთებ Megalab-ში და სტანდარტულად ხედავ თქვენ ანალიზების ჩამონათვალს, ესე არის სისხლის საერთო ანალიზი, იქნება თქვა გლუკოზა, ერითროციტები, ლითქვის სიჩქარე, შარდოვანა, საერთო ქოლესტერინი, ასე შემდეგ. სტანდარტულად წერია თუ რას ვამოწმებ და გვერდზე წერია, ასე ვთქვათ, ინდიკატორი თუ რამდენია, მეტია, ნაკლებია თუ ასე შემდეგ. ჩვენ მე ვიღებთ ამ ანალიზებს და შევყავს უკვე Vitality-ის პორტალში. და რეალურად რასაც ახლა თქვენ უყურებთ აი ეკრანზე, გადაითარგმნება უშუალოდ Vitality-ის პორტალში აი ამ ფორმით. სხვადასხვა ფუნქციონალი აქვს და სხვადასხვა სერიაში გავვლით სხვადასხვა ფუნქციონალს. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო უშუალოდ Vitality-ის ქულაზე. ანუ Vitality-ის ქულა გამომდინარეობს 13 ფუნქციონალური მიმართულებიდან, კომპონენტიდან. ეს არის მაგალითად ტოქსიკური დაგროვა, ძილი, ჰორმონალური პროფილი, გულსიზრდათა სისტემა, მიკრონუტრიენტები, სტრესი, ენერგია და ასე შემდეგ. ანუ 94%-დან 78.5-მდე, რაცაც ხედავთ ახლა თქვენ აქ, საშუალო პროცენტი გამოდის აი 87. მარცხენა მხარეს თქვენ ახლა ამას ხედავთ. ესე. ასევე სისტემა გვაძლევს ბიოლოგიურ ასაკს. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენი ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით ბიოლოგიური ასაკი რა გვაქვს? ну ამ შემთხვევაში თქვა ჩემი იყო 32, ისე 40 წლის ვარ. არ არის ცუდი და ყველას ანალოგიურად გექნება თქვენი ბიოლოგიური, ასე ვთქვათ, ასაკი. შესაბამისად, კარგი ძალიან ამ სისტემას ერთ-ერთი ფუნქციონალი აქვს ის, რომ თითოეულზე, მაგალითად, აი თქვა ანთებითი პროცესები, ხო? ჩვენ გვეუბნება, რომ ანთებით პროცესებზე, თქვათ, რეები მოქმედებს, ანუ რისგან დაითვალა სისტემამ ანთებითი პროცესები. და გვეუბნება, რომ თქვათ, ანთებით პროცესებში მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ, ხო? აი აქ გავადიდეთ, შედის თქვათ მონოციტები, LDL ქოლესტერინი, ლიმფოციტების და მონოციტების ფარდობითობა, ქოლესტერინი და ასე შემდეგ. ხედავთ აი აქ. შესაბამისად, თითოეულზე ამ 13-დან იქნება ესეთი, ასე ვთქვათ, გაწერილი. თქვენ აქვე შეგიძლიათ ნახოთ ის თუ შედარებით დაბალი პროცენტი რას მიენიჭა და შედარებით მაღალი პროცენტი რას მიენიჭა ამ 13-დან. ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი და სხვა სერიებში უკვე გავივლით ამ სისტემის სხვა კომპონენტებსაც.